9 აპრილს ცხინვალის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 57% მიიღო, ხოლო ლეონიდ თიბილოვმა 30%. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის შესახებ რეფერენდუმს, რესპუბლიკისთვის ალანიის დარქმევის მომხრე 81%-ია, წინააღმდეგი კი 19%. ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმსა და არჩევნებს აპროტესტებს. განცხადება გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის წევრებმა. პრეზიდენტის განცხადებით ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. დღეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამწუხაროდ თარიღი, ეს არის რეფერენდუმის ჩატარების დღეს ტარდება რეფერენდუმი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ ძალიან მტკიცედ ჩვენ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად გმობთ ამ აქტს, რაც დღეს მიმდინარეობს და ბუნებრივია მას არავინ არ მიიღებს და არ გაითვალისწინებს. პოზიცია ცალსახაა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ შედეგები, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს ამ არალეგიტიმური პროცესების შემდგომ, უკვე თავისთავად არასამართლებრივია, მას არავინ არ ცნობს და აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ განვიხილავთ სამართლებრივ მოცემულობად. კრემლი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამჭვირვალესა და სამართლიანს უწოდებს. ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკას კვლავაც დაეხმარება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს გამართულ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურა. ნატო არ აღიარებს ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიმართა. ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია. ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის დარეგულირების ძალისხმევას. ნატო არ აღიარებს და არ ცნობს საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებაში გმობს არალეგიტიმურ არჩევნებსა და რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ტარდება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მიმართ ნათელი და თანმიმდევრულია. ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილებს. ექსპერტ რამაზ საყვარლიძეს მიაჩნია, რომ რუსეთის ქმედებები ყველა ზღვარს გასცდა. ძველი სცენარით გათამაშდა მორიგი სპექტაკლი. ეს ცვლილებები ერთგანაც მეორეგანაც კეთდება მუდმივად იმისთვის, რომ შეამცირონ კორუფციის ეს ორმოს სიღრმე. და მოიყვანონ კაცი, რომელიც ამას მოახერხებს, რომ რაღაცნაირად შეამციროს ეს ხარჯები. აფხაზეთთან რამოდენიმეჯერ შეამცირა რუსეთმა თვითონ ხარჯი. აქაც იყო ხარჯების შემცირება, მაგრამ მაინც დიდი ხარჯებია. და ჭირდებათ უკვე ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს, რომ ეს ხარჯები აღარ გაიზარდოს. ისე რომ ეს თვითონ ეს მოვლენა ასეთი ხშირი ცვლა იმის სიმპტომეა, რომ არ არის კომფორტული პარტნიორი რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი. და ამის ერთ-ერთი მაგალითი ისიცაა, რომ რუსეთმა მიერთებაზე უარი უთხრა. ესიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთისთვის ეს რეგიონები მისაღები არ არის. როცა ომი ჭირდებოდა, კონფლიქტი ჭირდებოდა რაღაცა, მაშინ ატრიალებდა, ათამაშებდა ამ კაცს. ეხლა უკვე ყველაფერი ტყვია გასროლილია. აღიარება გაკეთებული აქვს თავის მხრიდან. დანარჩენი რა შეიძლება ამისგან მეიყო. უფრო ვემხრობი იმ დამცინავ ტონს, რომელიც გაჩნდა ამ რეფერენდუმებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, რომ გინდ ალანია და ერქვით, გინდ გრენლანდია და გინდ ჰოლანდია, აწესულერთია, მაინც კაცშვილი არ გაღიარებდა და რა სახელი გექმნათ არ აქვს მნიშვნელობა.